მოდით დეტალურად განვიხილოთ, რა ხდება მას შემდეგ, როცა თქვენ გადაწყვეტ აქციების შეძენას თქვენი ბროკერის მობილურ აპლიკაციაში. ბროკერი აგზავნის თქვენი შეკვეთის განაცხადს ბირჟაზე, სადაც ის დარჩება განთავსებული მანამ, სანამ ვინმე არ გამოთქვამს სურვილს, რომ გაყიდოს სუსტად იგივე ფასიანი ქაღალდები. როგორც კი მყიდველისა და გამყიდველის ინტერესები ემთხვევა, ბირჟა აფიქსირებს ტრანზაქციას და აწვდის ინფორმაციას მასზე კლირინგის ორგანიზაციას. კლირინგის კომპანია ამოწმებს, აქვს თუ არა მყიდველს საკმარისი თანხა და გამყიდველს საჭირო ფასიანი ქაღალდები. ამის შემდეგ ის ახორციელებს ყველა საჭირო გამოთვლას და აგზავნის ამ მონაცემებს დეპოზიტარიუმთან. დეპოზიტარიუმი აფიქსირებს საკუთრების უფლების გადაცემას, ახორციელებს ფულადის სახსრების გადარიცხვას მყიდველის ანგარიშიდან გამყიდველის ანგარიშზე და ფასიანი ქაღალდების გადაცემას გამყიდველიდან მყიდველზე. ამით ტრანზაქცია დასრულებულია. რას ფიქრობთ? დატოვეთ კომენტარები.